ძალიან მინდოდა მხატვრულ ტანვარჯიშზე სიარული, მაგრამ ეხლა ჩემს მონაცემებს რომ გადავხედე, მივხვდი რომ ტანვარჯიშზე სიარულს მირჩევნია ტანმოვარჯიშე მოვიდეს ჩემთან. ძალიან გთხოვთ მივესალმოთ ჩვენ სტუმარს, ტანმოვარჯიშეს ანა ქვარაიას. აიმე როგორი ლამაზი ტანმოვარჯიშე გამარჯობა. შეიძლება შეგამოწმო მოიცა. რაღაცები მოიცა. არა, ხო, არა, ძვლები ქონია კი. დაბრძანდით პატივცემულო, ძალიან ლამაზად გამოიყურებით და თმებზე რაღაცები რო ჭყვინავს, ეს ძალიან მომწონს სიმართლე რო გითხრათ, აპლოდისმენტების ღირსია ეს ყველაფერი. ძალიან ელეგანტური ტანმოვარჯიშე მობრძანდა ჩვენთან. სასიამოვნოა თქვენი მობრძანება. შენზე ამბობენ ძვლები არა აქვსო და მართალია? იცი რა არის, ეხლა მე ვიცოდი რომ მაგალითად ენას ზვალი არა აქვსო, კი გამიგია მე, მაგრამ აი თქვენზეც ესე არის, რომ ძვლები მართლა არა გაქვთ, თქვენ მე მგონი ასეა, ხო? დიახ. კი ბატონო. საიდან მობრძანდი ჩვენთან? 2 სანტიიდან. 2 სანტიიდან ჩამოხვედი? ანუ სამეგრელოდან ხარ შენ ჩამოსული? აბა რა ხდება 2 სანტიაში მომიყევი, ეხლა როგორი ამბებია იქ თქვენთან? არა ვიცი, რა ქვია. არიცი რა ხდება 2 სანტიაში? კაი ხალხი ხო ცხოვრობს იქ? კაი საჭმელი ხო უყვართ და ხო აკეთებენ კარგ საჭმელს, გემრიელად ხო აკეთებენ სამარგალოში, მაგა? ხო ასე. ის ეხლა დავფიქრდი მე, იცი? სამეგრელოში რომ ტანმოვარჯიშე იყო ძალიან რთული თემა არის. ეხლა რა ვიცი, რო შეჭამ ღომს, მერე კუპაც დააყოლებ, მერე რა ვიცი, ელარჯს და მერე ზემოდან კიდე გებჟალიას რო დააყოლებ, ხიდზე გადასვლა ძალიან რთული უნდა იყოს, ასე არ არის? ჩემთვის არა. არა? შენ ამ ყველაფერს ჭამ? კაი გაჩერდი. აი მე სიმართლე რო გითხრა, ტანვარჯიშე სიარული მინდოდა, იმიტომ რომ აი ესეთ წარმოდგენა მქონდა, რომ რაჯობია მეთქე, რომ ეხლა წელ გამართული რო ცხოვრობ თქო და. შენ რატო გადაწყვიტე ტანვარჯიშზე მისვლა? იმიტომ მე ბავშვობიდან ვისწავლე ტელევიზორიდან და იმიტომ ვარ ესეთი ტყლარწი. როგორი ხარ? ტყლარწი ვარ. აი ასეთი ტყლარწი ყოფილა აპლოდისმენტები, მაგრამ ტელევიზორიდან ვისწავლე რას? ანუ შენ ტანმოვარჯიშეებს უყურებდი რაღაცებს რო აკეთებდნენ იქა და იმას იმეორებდი? სახში რას გეუბნებოდნენ მე კაცო, არ ეშინოდათ რაღაცა მალაყების კეთება და ეს ხო ძალიან რთული ამბავია და საშიშია. არა, არ ეშინოდათ. არ ეშინოდათ? აი, მოხვედი სახში და უცებ მოგინდა რომ რაღაცა გააკეთო. რა შვები ხოლმე? ჯერ პაკატი მინდა რომ გავწელო, იმიტომ ისა მე ხო მე რო არ დაგეჭიმოს, ხო? ხო, და მე ვაკეთებ ხიდებს რა. სახში. საქანელად მაქვს და იქ ფეხებს ესე ვიდებ და თავს ყოფ ესე. რა შვები? ნახე, ხო წევარ და ფეხს ხელს ვიჭერ და ესე ამომაგ თავი. მე ხა ერთ რაღაცას მივხვდი. შენ უბრალოდ მოტანვარჯიშე არ ხარ, შენ რეზინის ბავშვის ყოფილ ხარ რაღაცნაირად, ხო? ტყლარწი, როგორც შენ თქვი. საქანელაზე ესე შვება და მე ფეხებს იდა. წარმოდგენაც კი ძალიან რთული არის ამისე. სათქმელად თითქოს ადვილია, მაგრამ არ არის ეგრე ადვილად საქმე. ახლა მითხარი, მე ვიცი რომ შენ ზღაპრები გიყვარს ძალიან. მართალია? შენ თუ შეგიძლია ზღაპრის კითხვა, როდესაც გადადიხარ ხიდზე? კი, ინგლისურით. რა ინგლისური? ინგლისურსაც ეგრე ვაკეთებ. მოიცა, ხიდზე გახარ და ისე აკეთებ დავალებას? კაი, ნუ მათყუებ ხა, მართლა? მართალს ამბობ? ვაჰ, კაცო, კარგი. ის ამ ზღაპრებზე კიდე გამახსენდა ესა. ნაცარქექიაც რო კარგი ტანმოვარჯიშე იყო, იცი? არ იცი შენ. იცი რატო იყო ტანმოვარჯიშე? აბა ეხა ესე უცებ როგორ ააძვრა იქ დევს კისერზე. მაგას მოხერხება ხო უნდა და ეგეც ტანვარჯიშზე დადიოდა 100%-იანი. ეხლა მითხარი, ვისთან დადიხარ შენ ამ ტანვარჯიშზე? ვინ არის შენი პედაგოგი, ვინ გამეცადინებს? ჟანა ადამია. ქალბატონ ჟანას ჩვენ ვიცნობთ, ნაცნობი სახელია და გვარი ჩვენს გადაცემაში. დიდი მადლობა მას იმისთვის, რომ აი ესეთი შესანიშნავი ბავშვები მოკავთ ჩვენთან. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ჟანა. ეს მინდა გკითხოთ, ეს ბუნებრივად აქვს ეს და მე შემდეგ ხდება ამის განვითარება თუ ეს ვარჯიშით შეიძლება ამას მიაღწიო? ანა ბუნებრივად ელასტიური იყო, მაგრამ კიდე უფრო დავხვეწად და კიდე უფრო გავუღუნეთ. არ ვიცი, რა ვიცი, ხო. ისე ეხლა მეგრელი ტანმოვარჯიშე აუცილებლად უნდა იყოს რაღაცა ელარჯივით წელვადი კი უნდა იყოსო, ხო, ასეა და ამიტომ შეესაბამები შენ ესე იგი ამ ამბავს რა. ნამდვილად მინდა გითხრა. ეხლა რა ვქნათ, იცი, ამდენ საუბარს
ხო არის ნათქვამი, რომ 100 ჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო. ხო მართალია? ამიტომ ეხლა ჩვენ ძვირფასო ტელე მომზირლებო და ძვირფასო დამსრე საზოგადოება რაღა დაგვრჩენია, პირდაპირ სცენაზე უნდა ვთხოვოთ ანას, რომ გაგვაოცოს და დაგვავიწყოს ის ამბავი, რომ ადამიანებს საერთოდ ძვლები გააჩნიათ. ანა ქვარაია, აპლოდისმენტები მას. საოცარი ამბავი, აპლოდისმენტების ღირსია ეს ყველაფერი. როგორი მაგარი გოგო ყავს. როგორ აკეთებ ამას, რანაირად ძვლები გაქვს, კაცო, რა არის ეს გოგონა ძვლების გარეშე ხარ, შენ არ ვიცი როგორი ხარ. ანა ქვარაი, აპლოდისმენტები მას. საოცარი გოგო ხარ, ძალიან მაგარი ხარ და ძალიან მაგარი გოგო იმსახურებს ძალიან მაგარ საჩუქრებსო, გამიგია მე ხო მართალია? ამიტომ მოდი პირველი საჩუქარი მივიღოთ, რომელსაც შემოგვიტანს ფაგიო. ესეთი საჩუქარი შენ, ეს არის ფაგების ნაკრები, რაღაც სათამაშოებიც არის და რაღაცები შეგინთ იმისთვის, რომ გაციება და ინფექცია არ მოგეკაროს შენ. ხო, კარგია. რა თქმა უნდა, დედამ იცის ფაგიო. და რა თქმა უნდა, კიდევ ერთი საჩუქარი, რომელსაც მოგვიცუნსულებს ლოკომოკოს ლომი. მართალია, ლოკომოკოს ლომი. საჩუქარიც შენ ლოკომოკოსგან. კიდევ ერთხელ უხარი აპლოდისმენტები დავაჯილდოვოთ ჩვენი გოგონა ძვლების გარეშე ანა ქვარაია.